თავი მეექვსე ნაწილი პირველი როგორი იყო ატლანტისელთა კულტურა და მათ მიერ წარმოებული კულტურათა დიალოგი არც თუ დიდი ხანია ცნობილი გახდა რომ პლატონისეული ატლანტისის რეალური ისტორიული პროტოტიპი კრეტის მინოსური სახელმწიფო იყო თავისი პროტოქართველურად მოლაპარაკე მოსახლეობით და ამ მოსახლეობის მიერ შექმნილი კრეტული ანუ პროტოქართველური კულტურა ეს არის სიახლე ატლანტოლოგიაში მანამდე ატლანტისის პრობლემის მკვლევარები როგორც თავად კუნძულს ასევე მისი კულტურის ნაკვალევს ატლანტიკის ოკეანესა და მიმდებარე ტერიტორიებზე ეძებდნენ გაწეული ძალისხმევის უმთავრესი მიზანი კაცობრიობის წინარე კულტურის პოვნა იყო ამ ძიებათა თავისებურ მიმოხილვას საკუთარი ხედვის პრიზმაში გარდატეხილს თავაზობს რუსი ატლანტოლოგი ბოგაევსკი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შუახანებში დაწერილ სტატიაში ატლანტისი და ატლანტისური კულტურა ეს საბჭოთა მკვლევარი შესავალშივე წარმოაჩენს იმას თუ რატომ ენიჭება ამ საკითხს ესოდენ დიდი მნიშვნელობა ევროპული კულტურის ისტორიაში ძნელია იპოვოს სხვა პრობლემა, რომელიც ასე ძლიერ აღელვებდეს ჩვენს წარმოსახვასა და ცნობის მოყვარეობას, როგორც ატლანტისის, ამ იდუმალი ოკეანის ტალღებში დანთქმული მატერიკის საკითხი. ჩვენს დროს ატლანტისი არათუ დავიწყებულია, არამედ პირიქით შეიძლება თვალი გავადევნოთ საზოგადოების ფართო წრეების და მეცნიერების სამყაროში მის მიმართ ახლად აღძრულ ინტერესს. მკვლევარი ცნობის მოყვარე აზრის მისწრაფების გარდა, რომელიც არ არის თანახმა გამოცანათა კედლის წინაშე შეჩერდეს, რომელზეც ჩანს უიმედო წარწერა, არ ვიცით და ვერ შევიცნობთ. ატლანტისის პრობლემას აქვს ჭეშმარიტად სასიცოცხლო მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირის სამეცნიერო ინტერესების პირობებით რომ არის გაძლიერებული. ატლანტისის პრობლემა სამართლიანად ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას ვალერი ბრიუსოვი. ჩვენ ანტიკურობისაგან ვსწავლობდით, წერს ის, ანტიკურობა ადრეული წარსულისაგან, ადრეული წარსული ატლანტისისაგან. იდუმალი ახლა ნახევრად მითიური ატლანტისელები ჩვენი მასწავლებლების მასწავლებლები იყვნენ და ჩვენ სრული უფლება გვაქვს მივანიჭოთ მას საპასუხისმგებლო წოდება მასწავლებელთა მასწავლებლებისა. იგივე აზრი უფრო ფრთხილი ფორმით გამოთქვა ლერნერმა. როცა ამბობდა რომ ატლანტისის საკითხი დაიყვანება
არსობრივად მთელი მსოფლიო კულტურის ერთიანობის საკითხამდე, უძველესი ცივილიზაციის კერაწინაპრამდე, რომლის მოვალეც არის მთელი კაცობრიობა. შემთხვევითი არ არის, რომ ვალერი ბრიუსოვი 1917 წელს და ლერნერი 1926 წელს აღნიშნავენ აკადემიკოს მარის შრომებს იაფეტოლოგიის დარგში. იაფეტური თეორია იაფეტურ ენამეცნიერებასთან ერთად აღძრავს კულტურის გენეტიკის ძირითად საკითხებს და თუ მომავალში უნდა დადგეს ერთიანი ენის ეპოქა მთელ კაცობრიობას რომ გააერთიანებს, მაშინ წინარე ისტორიული წარსულის უშორეს ათასწლეულებში არსებობდა კულტურის ერთობა, რომელიც ძირითადმა ელემენტებმა დროთა განმავლობაში კულტურათა ახალი ფორმები შეიძინეს. სხვისგან რომ განირჩეოდნენ თავისი ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ნიშნებით, გამომდინარე ამა თუ იმ ეკონომიური ყოფის საზოგადოებრივი პირობებისაგან. ბოგაევსკის მსჯელობა ატლანტისის პრობლემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჰგავს იმას, რასაც ამის თაობაზე ორთოდოქსი ატლანტოლოგები წერდნენ და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ციტატის ავტორი მათი თანამოაზრეა, ოღონდ ამ შემთხვევაში ყურადღებას სხვა საკითხი იქცევს. ბოგაევსკი იზიარებს მოსაზრებას, მეტად პოპულარულს 20-იან წლებში, რომლის მიხედვითაც მომავალში უნდა დადგეს ერთიანი ენის ეპოქა, მთელს კაცობრიობას რომ გააერთიანებს. მოცემულ შემთხვევაში მისთვის არგუმენტის ფუნქცია ენიჭება უშორეს წარსულში მომხდარ საპირისპირო პროცესს, რის დროსაც ამა თუ იმ ეკონომიკური ყოფის საზოგადოებრივი პირობებისაგან ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ნიშნის მქონე კულტურები და აქ აშკარად იკითხება ფარული აზრი, ხომ შეიძლება ეკონომიკურმა ყოფამ, ამ შემთხვევაში სოციალისტურმა, ერთდროს დაწყებული ენათა წარმოქმნისა და განვითარების პროცესი შეაჩეროს, ისტორიის ჩარხი უკუღმა დაატრიალოს, ამას კი უდავოდ მოჰყვება ერთი ენის გაბატონება. 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში კი ასეთ ენად ბუნებრივია რუსული იგულისხმებოდა. ფარული აზრი იკითხება ბოგაევსკის ატლანტისური კულტურის ძიებისადმი მიძღვნილ წერილის შესავალში, რაც რუსული საბჭოური იმპერიალიზმისადმი თავისებური ხარკის გადახდას წარმოადგენს. ამის შემდეგ ის კრიტიკულად მიმოიხილავს ატლანტისის კულტურის კვალის ძიების მცდელობას სხვადასხვა ავტორთა მხრიდან. ასე მაგალითად, ირონიულად ეკიდება ატლანტოლოგების ფროსტისა და ბეკის მცდელობას ატლანტისი და მისი კულტურა კრეტის მინოსურ კულტურას დაუკავშირონ. არ ღირს შეჩერება სამართლიანად დავიწყებულ ფროსტის სტატიაზე, რომ მისი აზრები არ ყოფილა ატაცებული და გადმოცემული ბეკის პოპულარულ წიგნში კრეტის საზღვაო მბრძანებლები და გამეორებული მის უახლოეს ნაშრომში. ბეკი სრულად ეთანხმება ფროსტს იმაში, რომ ტიმეოსსა და კრიტიაში მოცემულია კრეტის აღწერა, კნოსოსის ნავსადგური, აბანოების სასახლეში, ხარის მსხვერპლშეწირვა. ბეკის მიაჩნია, რომ კრეტის გეოგრაფიული მდგომარეობა სრულიად მიესადაგება პლატონის სიტყვებს. მხოლოდ ერთი დაბრკოლება აღიმართება სრული იგივეობის აღიარების გზაზე, დაღუპული ატლანტისი ჰერაკლეს სვეტებს გაღმა მდებარეობდა. მიუხედავად ამისა, ავტორი სირთულეს ადვილად აღწევს თავს. სამყაროს ძველ ეგვიპტური წარმოდგენის თანახმად ამბობს ის, ზეცა ეყრდნობოდა 4 სვეტს, რომლებიც სინამდვილეში მთებს წარმოადგენდნენ. ორიგინალურ მონათხრობში სოლონმა რომ მოისმინა სიაში ეგვიპტელი ქურუმებისაგან, ჩაძირული კუნძული ამ სვეტებს მიღმა მეტაფორულად მდებარეობდა.
ასეთ ახსნას მხოლოდ ღიმილის გამოწვევა შეუძლია. ამრიგად ბოგაევსკი არიზიარებს ფროსტისა და ბეკის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კრეტის მინოსური კულტურა ეს ატლანტისის კულტურა იყო. იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ ავტორებმა სათანადო არგუმენტები ვერ მოიყვანეს, მეორეც ბოგაევსკის ატლანტისი ოკეანეში ეგულებოდა და არა ეგეოსის ზღვაში. ატლანტისელთა კულტურის მაძიებელს არც გერმანელი მკვლევარის ფრობენიუსის მოსაზრება ეჩვენება დამაჯერებლად, რომელმაც ატლანტისის კულტურას გვინეის ყურის სანაპიროებზე მიაგნო. ფრობენიუსმა აფრიკაში გვინეის სანაპიროზე ტოგოსა და ლიბერიას შორის ნახა ნაშთები რომელიღაც ძველი დიდებული გადაშენებული ცივილიზაციისა, კვალი იმ ეპოქის მაღალი კულტურისა, როცა დედამიწაზე ბრინჯაოს საუკუნე ბატონობდა. ტომი ამ ოლქში რომ ბინადრობდა, იორუბათ იწოდებოდა. ოლქის მთავარი რელიგიური ცენტრი ქალაქი იბადანია. იორუბები ბინის ტომს ენათესავებიან, რომელთა ცენტრიც ცნობილი ბენინია. ატლანტისურ წრეს მიმაგრებული იორუბთა კულტურა ან ეპიგონი ამ კულტურისა, ბენინი გამოირჩევა დიდი ქალაქების არსებობით, ტაძრებით, ბიუროკრატიზმით მართვისას და ძლიერი თეოკრატიით, თავისი მკაცრად აგებული იერარქიით, 16 მთავარი ღმერთისა და მეფის საკრალური მკვლელობით. ატლანტისური კულტურა სასტიკია, უძრავია და მკვეთრია. მასში უნდა დავინახოთ მაღალი კლასიკური კულტურის ნიმუში, რომელსაც ბენინის ბრინჯაოთი თუ ვიმსჯელებთ, არაფერი აქვს საერთო ზანგურ პრიმიტიულ ხელოვნებასთან. ატლანტისურ კულტურაში ძლიერია ხმელთაშუა ზღვისპირეთული ელემენტები და ის ეტრუსკთა გარეშე გაუგებარია. ფრობენიუსი დარწმუნებულია, რომ იორუბები არიან პირდაპირი ეპიგონები ატლანტისელებისა და რომ მათ მიერ დასახლებული ოლქი წარმოადგენს პლატონისეულ ატლანტისს, რომელიც წინა პრეისტორიულ ხანაში შეიძლება კუნძული ყოფილიყო, რადგანაც საჰარა მხოლოდ ცოტა ხნის წინ გეოლოგიური თვალსაზრისით ამოიმართა ოკეანის სიღრმეებიდან. ადრე კი იმ ზღვის ფსკერი იყო გვინეას რომ აშორებდა ევროპისაგან. ბოგაევსკი არ ეთანხმება ფრობენიუსის მოსაზრებას და იშველიებს ლეშანის შეხედულებებს იმის თაობაზე, რომ ბენინის კულტურა წმინდა ზანგურია, თუმცა ბოგაევსკი იმასაც წერს, რომ ბენინის კულტურა აფრიკის სხვა ზანგური კულტურებისაგან მაღალი დონით განსხვავდება. მერე იმასაც ამბობს, რომ ოდესმე აღმოჩნდება ნამდვილი ატლანტისელების კულტურა, მაშინ შეიძლება მისაღები იყოს ბრიუსოვის წინადადება, რომლის მიხედვითაც იორუბთა ქვეყანა ატლანტისელთა კოლონიას წარმოადგენდაო. კიდევ ერთი კულტურა, რომელსაც ბოგაევსკი განიხილავს, ეს კანარის კუნძულების მცხოვრებლების, გუანჩების კულტურა გახლავთ. ამ ხალხის სახელს იგი ასე გამოხატავს: ადამიანი კუნძულ ტენერიფედან. გუან ადამიანი, შინეთ ტენერიფე. გარდა ამისა, გუანჩებსა და გუაშებზე ის იშველიებს ფრანგ ანთროპოლოგთა დასკვნას და გვამცნობს, რომ ისინი კრომანიონულ რასას მიეკუთვნებოდნენ. თავად ბოგაევსკი მათი კულტურის შესახებ წერს: გუანჩთა კულტურა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით მე-14 და განსაკუთრებით მე-15 საუკუნეების ქრონიკებით, ასევე მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესოა. არ განვიხილავთ გუანშების კულტურას ყოველ მხრივ. აღნიშნავთ მხოლოდ, რომ გუანშები გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით, პატიოსნებით, ცხოვრებაში ზომიერებით, თავისუფლებისადმი არაჩვეულებრივი სიყვარულით, გასაოცარი სიმამაცით, ქალის პატივისცემით.
გუანშებს ახასიათებდათ აგრეთვე რელიგიურობა, მაგრამ მათი კულტი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ცეკვისადმი არაჩვეულებრივი სიყვარული, რომელიც თავისი მრავალმხრივობით და სიმკვირცხლით აოცებდა ევროპელებს. გუანშებმა სრულიად არ იცოდნენ ზღვაოსნობა, არ ჰქონდათ ნავები და ერთი კუნძულის მობინადრენი არ სტუმრობდნენ თავიანთ მეზობლებს. გუანშები მიწათმოქმედნი იყვნენ, ამასთან მიწას ხელით ამუშავებდნენ. ხნული გაჰყავდათ ბასრი, ძვლისპირიანი ჯოხით. ქერის მარცვალს გუანშები აშრობდნენ, ქვავდნენ ხელის საფქვავით და აცხობდნენ ლავაშებს. როგორც ამას ადგილი აქვს ყველა თანამედროვე ბერბერულ ტომში და როგორც ამას აკეთებდა ენეოსი, ჩრდილოეთი აფრიკის ნაპირს რომ მიადგა. საყურადღებოა, რომ გუანშები ზოგჯერ გამოშრობილ მარცვლეულს მიირთმევდნენ ხელით. მე-15 საუკუნის ქრონისტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩიტებივითო. ამას გარდა ისინი მცირედ მესაქონლეობას ეწეოდნენ და ცხვრებისა და თხების მოშენებას მისდევდნენ. ჰყავდათ კიდევ ველური ღორები. რძე და წყალი შეადგენდა გუანშთა საკვებს. მე-14 საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე გუანშებმა არ იცოდნენ ლითონების გამოყენება. ცხოვრობდნენ გუანშები ბუნებრივ ან კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულებში. ზოგჯერ აგებდნენ პატარა მრგვალ ან ოვალურ სახლებს გაუთლელი ქვისაგან, შესასვლელით რომელიც ქვის ორი დიდი ფილისაგან შედგებოდა და მესამეთი იყო გადახურული. სახლები როგორც ჩრდილოეთ აფრიკაშია, ალჟირი, მაროკო, სანახევროდ მიწაში იყო ჩადგმული. თვისება, რომელსაც აღნიშნავს ფრობენიუსი, როგორც დამახასიათებელს ატლანტისური კულტურისათვის. გუანშთა იარაღებიდან აღსანიშნავია შუბი, სათხედი ქვის ან ოფსიდიანი პირით, შურდული, შესაძლოა ფარიც. გრან-კანარიაზე გამოიყენებოდა გაპრიალებული ქვებისაგან დამზადებული საომარი ცულები. ტანსაცმელი შედგებოდა წვრილი მყესებისაგან შეკერილი თხის ტყავისაგან, ტყავისავე ფეხსაცმელისაგან და წაწვეტებულ წვერიანი ქუდისაგან, ზოგჯერ გადმოხრილი ზემო ნაწილით. მოსართავებიდან ძალიან გავრცელებული იყო მრგვალი ან ცილინდრული გრძელი მძივები და ქვის ნიჟარის და ტახის კბილების ბურნუკები. სხეული მოხატული ჰქონდათ. ამასთან დიდწილად გეომეტრიული ნახშის ამოყვანისათვის გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული პანტადერიები, თიხის ან ქვის სახელურიანი საბეჭდავები. საღებავით დაფარული ორნამენტი საბეჭდავის ბრტყელ ნაწილზე იყო მოთავსებული. მსგავსი პინტადერიები ნაპოვნი იქნა მექსიკასა და იუკატანზე, აგრეთვე ხმელთა შუა ზღვის კულტურის წრის სხვადასხვა წინარეისტორიულ სადგომებზე: ლიგურიაში, აპულეაში, მოლფეტა, ტრანსილვანიასა და თრაკიაში, სადაც სხეულის მოხატვის ფაქტებს იხსენიებენ ჰეროდოტე და სტრაბონი. სხეულის მოხატვას მიმართავდნენ წინარეისტორიულ ირლანდიაშიც და დუნაი-ტრიპოლიეს კულტურის წრეში. როგორც ამის შესახებ შეიძლება მოხატული ქანდაკებებით ვიმსჯელოთ. ყოფაში გუანშები იყენებდნენ ფრიად უბრალო ფორმისა და პრიმიტიული ტექნიკის თიხის, ხისა და მოწნულ ჭურჭელს. კერამიკული ჭურჭელი ჩვეულებრივ ორნამენტის გარეშეა. რელიგიური ჩვეულებებისადმი აუცილებელია აღინიშნოს უმაღლესი ფენის მიმართ ბალზამირების გამოყენება. მუმიებს შემოაკერავდნენ თხის რამდენიმე ტყავს. სავარაუდოდ რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა ქალის პატარა თიხის ქანდაკებებს, რომელთა ზურგზე ზიგზაგური ხაზები გამოსახავდა გაშლილ მთებს. ენასთან დაკავშირებით
საინტერესო დაკვირვებები აქვს ბერტელოს. კანარის კუნძულებზე და ჩრდილოეთ აფრიკის ატლასის დაბლობების და მის მთისწინეთში ბერბერებით დასახლებული ოლქების ადგილმდებარეობისა და საკუთარი სახელების შემორჩენილი დასახელებების შედარებით შესწავლას მე მივყავარ, ამბობს ბერტელო, გუანშებისა და ბერბერების ენის ჰომოფონიის თაობაზე დასკვნისკენ. ბერბერული სიტყვები ხშირად გვხვდება გუანშების ენაში. გუანშებისა და ბერბერიელების ენათა დამთხევები არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. ბერტელოს აქვს ბერტელოს. ბუგაევის ციტირება გვამცნობს, როგორც სხვა ორთოდოქსი ატლანტოლოგების შემთხვევაში იყო, თუ რანაირი წარმოედგინა მას ატლანტისის კულტურა, რას უარყოფს და არ მიიჩნევს სარწმუნოდ. ასე მაგალითად, მას სასაცილოდ მიაჩნია ფრონტესი და ბეკის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ატლანტისზე საუბრისას პლატონთან მოცემულია კრეტის აღწერა. ცხადია, ამ შეხედულებაში ღიმილის მომგვრელი არაფერია. ბუგაევსკისა და მსგავსი რწმენის მქონე ატლანტოლოგებს ვერავინ გადაარწმუნებდა, რომ ატლანტისი ოკეანეში არ იყო. ეს მათთვის მიუღებელი გახლდათ. ამიტომ ეძებდნენ ისინი ატლანტის ოკეანეში, ხოლო მის კულტურულ კვალს ანტიკური სამყაროს პერიფერიებზე. მიაქციეთ ყურადღება, როგორი რუდუნებით კრებს და გადმოგვცემს ყველაფერს, რაც მისი აზრით ატლანტისელთა კულტურას შეეხება. მაგალითად, ფრობენიუსის ძიებებს. ოღონდ ის ბოლომდე არ იზიარებს გერმანელი მეცნიერის დასკვნებს და ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბენინის კულტურა ატლანტისის კოლონიის ნაშთს წარმოადგენს. უფრო მეტ მნიშვნელობას ის კანარის კუნძულების მოსახლეობას ანიჭებს, მის კულტურას, ამ კულტურის კავშირს ბერბერულ კულტურასთან, დიდ ადგილს უთმობს ბერტელოს მოსაზრებებს, რომელიც ბევრ საერთოს ნახულობდა გუანჩებისა და ბერბერთა ენობრივი პარალელების ძიებისას. კანარის კუნძულების მცხოვრებთა კულტურის გაცნობისას არ არის საჭირო იყო ეთნოლოგი ან კულტუროლოგი, რათა დარწმუნდე, რომ გუანჩებს საერთო არაფერი აქვთ პლატონის მიერ აღწერილ ატლანტისელებთან და აი რატომ. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ გუანჩები მიეკუთვნებიან კრომანიონულ რასას, ხოლო ატლანტისელები პლატონის მონათხრობიდან გამომდინარე აშკარად ხმელთაშუა ზღვის რასის წარმომადგენლები იყვნენ. მეორე, გუანჩებმა ზღვაოსნობისა არ აიცოდნენ რა, მაშინ როცა ატლანტისელებს უზარმაზარი ფლოტი ჰყავდათ, გემთსაშენებიც ჰქონდათ და ნავსადგურებიც. მესამე, პლატონის ატლანტისი ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციაა, ხოლო გუანჩებმა ევროპელთა მოსვლამდე არ იცოდნენ ლითონის გამოყენება. მეოთხე, გუანჩები მისდევდნენ სხეულის მოხატვას, რასაც არ აკეთებდნენ ატლანტისელები. მეხუთე, გუანჩებს თხები ჰყავდათ, ატლანტისელებს ხარები. იქ ხარის კულტი იყო და ხარის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი სრულდებოდა. მეექვსე, გუანჩები თხის ტყავებში იყვნენ გახვეულნი. ატლანტისელებს მრავალნაირი ქსოვილი ჰქონდათ. ისინი არც ტანსაცმლის ხარისხით და არც დიზაინით ერთმანეთს არ ჰგვანან. მეშვიდე, გუანჩები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და როგორც ჩანს, ახალი დაწყებული ჰქონდათ სახლების აგება, ამასთან გაუთლელი ქვისაგან. ატლანტისელებს კი პლატონს თუ ვერწმუნებით საარაკო არქიტექტურა ჰქონდათ. ისინი მშენებლობისათვის არამხოლოდ გათლილ ქვას, ძვირფასსა და ნახევრად ძვირფას ლითონებსაც იყენებდნენ. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რომ ბუგაევსკი იშველიებს ფრობენიუსის აზრს, ჩრდილოეთ აფრიკის მსგავსად სანახევროდ მიწაში ჩაფლული სახლები დამახასიათებელია ატლანტისური კულტურისთვისო.
მერვე, პლატონს არასოდეს უწერია ატლანტისელთა ენაში ბერბერული სიტყვები იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბუგაევსკი სწორედ ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში და მიმდებარე ტერიტორიებზე ეგულებოდა ატლანტისი და ატლანტისელთა შორეულ შთამომავლებად მიიჩნევდა ბერბერებსა და გუანჩებს. ამ მხრივ ის სრულიად იზიარებს კიდევ ერთი ატლანტოლოგის ჟერმენის მოსაზრებას. ამრიგად საჰარის შეფასების თვალსაზრისით და ჩრდილოეთ აფრიკის კანარის კუნძულებთან დამოკიდებულებისა და გუანჩთა საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისით ჟერმენის თეორია ორი ატლანტისის თაობაზე და ატლანტისის ნარჩენებზე, როგორც ჩანს, კანარის კუნძულების სახით მე მგონია დასაბუთებულია. ასეთი გახლავთ ორთოდოქსი ატლანტოლოგის ხედვა ატლანტისური კულტურის ხასიათსა და მის სავარაუდო ნაშთებზე. საჭიროა ამდაგვარი მოსაზრებების გაცნობა მკითხველისათვის, რათა მას სრული წარმოდგენა ჰქონდეს იმის თაობაზე, რა მიაჩნდა ატლანტისის კულტურის დანატოვრად და რომ ასეთი ხედვა გამოიწვია პლატონის დიალოგების უკრიტიკო მიღებამ. ოღონდ ატლანტოლოგია ერთ ადგილას არ დგას, როგორც ვნახეთ, დადგინდა ატლანტისის ადგილსამყოფელი და ცნობილია ატლანტისელთა კულტურული მემკვიდრეობაც. კრეტას განსაკუთრებული ადგილი უკავია მითოლოგიაში. აქ დიქტეს გამოქვაბულში დაბადებულა ზევსი, კრონოსისა და რიას ძე. აქ დარაჯობდნენ მას ნიმფები და კურეტები. რეას ქურუმები. ეს უკანასკნელნი იარაღს აჟღარუნებდნენ, რომ კრონის არ გაეგო პატარა ზევსის ტირილი და არ მიმხვდარიყო რეამ შვილის მაგივრად თქვა, რომ გადააყლაპა. აქ ფუტკრები თაფლს უზიდავდნენ ზევსს, აქ კვებავდა თავისი რძით მას თხა ამალთეა. ამ კუნძულის მბრძანებელი იყო ზევსისა და ევროპეს ძე მინოსი. ჰასიფაეს, ჰელიოსის ასული, კირკეს და ქმარი, არიედნეს, ფედრას, დევკალიონის, ოღონდეს სხვა წარღვნის გმირთან საერთო არაფერი აქვს. ანდროგეოსის, ევრიმედონტის, ქრისეს, ნეფალიონის მამა, რადამანთისის და სარპედონის ძმა, კრეტის უძლიერესი საზღვაო სახელმწიფოს დამაარსებელი. მის სახელს უკავშირდება კრეტის კანონების შექმნა, მისი კულტურის აყვავება, სამეფო სასახლის აგებაც, კნოსოსის სასახლე და კრეტული დამწერლობაც. მითებს კიდევ მიუბრუნდები, ახლა სიტყვა მივცე კერამს, რომელმაც საინტერესოდ აღწერა ინგლისელი არქეოლოგის არტურ ევანსის მიერ კნოსოსის სასახლის აღმოჩენის ამბავი. ევანსმა გათხრები კნოსოსის მახლობლად დაიწყო. აქ ანტიკური კედელი ნიადაგის სულ თხელი ფენით იყო დაფარული. უკვე 2-3 საათის შემდეგ შეიძლებოდა ლაპარაკი პირველ შედეგებზე. 2 კვირის შემდეგ კი გაოცებული ევანსი დაჰყურებდა შენობათა ნაშთებს, რომელთა 8 აკრის ფართობი ეკავათ. შემდგომში აქ გაითხარა სასახლის ნანგრევები 2.5 ჰექტარ ფართობზე. თავისი საერთო გეგმით კნოსოსის სასახლე ტირინთისა და მიკენის სასახლეებს ჩამოჰგავდა. კიდევ მეტი, აშკარად ენათესავებოდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მათგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ამავე დროს მისი საოცარი სიდიდე, სიმდიდრე და სისადავე კიდევ ერთხელ ცხადს ხდიდა, რომ ტირინთი და მიკენი მხოლოდ მეორე ხარისხოვან ქალაქებს, კოლონიათა ცენტრებს, შორეულ პროვინციებს წარმოადგენდნენ. ცენტრალური ეზოს უზარმაზარი მართკუთხედის გარშემო განლაგებული იყო შენობები. მათ ღრუაგურით ნაგები კედლები და სვეტებზე დაყრდნობილი ბანიანი სახურავები ჰქონდათ.
მაგრამ ოთახები, გასასვლელები და დარბაზები ისე უცნაურად იყვნენ განლაგებულნი, ისე ადვილი იყო მათში დაბნევა, გზის დაკარგვა, რომ ადამიანებს ძალაუნებურად ლაბირინთი ახსენდებოდა. ასეთი აზრი მოსდიოდა ყველას, მასაც კი, ვისაც არასოდეს არ გაეგონა ლეგენდა მეფე მინოსისა და დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთზე, ყველა შემდგომი ლაბირინთების პირველ სახეთ რომ იქცა. გავიხსენოთ ლაბირინთის ამბავი, მეტად მიმზიდველი მითოლოგიური ისტორია, რომლის გმირებიც ვნებას აყოლილი ღმერთები და ადამიანები არიან. კრეტის მეფე მინოსმა პოსეიდონს თხოვა, ზღვიდან ხარი გამომიგზავნე, მინდა მსხვერპლად შეგწიროო. მალე ზღვის ტალღებიდან ოქროსფერმა ხარმა გამოსცურა. მინოს ხარი ძალიან მოეწონა. მსხვერპლად შეწირვისათვის ვერ გაიმეტა და თავის ჯოგს შეურია ჯიშის გაუმჯობესების მიზნით. ზღვის ღმერთს კი სხვა ხარი შესწირა. სიხარბით გამოწვეულმა მეფის ამ საქციელმა განარისხა პოსეიდონი და შურისძიება აფიქრებინა. მან ოქროსფერი ხარი გააგიჟა. მეორე მხრივ კი მინოსის ცოლს პასიფეას ხარის სიყვარული შთააგონა. ზოოფილურ ვნებას აყოლილი ქალი ხარს დანებდა, მისგან დაორსულდა და ეყოლა კაციჭამია ხარკაცი მინოტავრი, რაც ნიშნავს მინოსის ხარს. ასე იმიტომ დაერქვა, რომ მინოსმა შეიკედლა ცოლის მიერ უკანონოდ შობილი ურჩხული, რომლის სამყოფლად ათენელ დიდოსტატს დედალოს ლაბირინთი ააგებინა. სიტყვა დედალეოს ბერძნულად შედევრის სინონიმია, ასე დაერქვა მითოლოგიურ გმირს, რომელიც მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, პროფესიით მხატვარი, ხუროთმოძღვარი, სადურგლო ხელსაწყოების, ხერხის, ცულის, ბურღის, სასწორის და სხვა გამომგონებელი. მითოლოგიაში ერთობ აღიარებული ოსტატი. მას მიაწერენ მარმარილოსაგან თვალებ მოხამხამე და მოსიარულე ქანდაკების გამოკვეთას. მან თავისი დის, პედრიკეს შვილს, ტალოს ასწავლა თავისი ხელოვნება. მოწაფემ არათუ შეითვისა ნასწავლი, არამედ განავითარა და თავადაც გამოიგონა ზოგი რამ, გვერგვი, ციბრუტის რკინა. ამ ამბავმა თავზარი დასცა დედალოს, რადგან ტალოსში კონკურენტი დაინახა და საფრთხე რომ თავიდან აეცილებინა, დისშვილი აკროპოლისის უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა, ხელი ჰკრა და უფსკრულში გადაჩეხა. ამ დანაშაულისათვის არეოპაგმა სიკვდილი მიუსაჯა. დედალოსმა თავს გაქცევით უშველა, კრეტაზე ჩავიდა, მეფე მინოსის ხუროთმოძღვარი გახდა და მინოტავრის სამყოფელად მიწისქვეშა ლაბირინთი ააგო, რომლის უამრავი დახლართული ტავანიდან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. მანვე დაუმზადა დედოფალს პასიფეას ხის ძროხა, მანვე გამოავლინა ქორეოგრაფიული ნიჭი და გამოიგონა ქოროს საფერხულო ცეკვა არიედნესათვის. დედალოსმა სხვა რამეც გააკეთა მინოსის ასულისათვის, მაგრამ ამაზე ქვემოთ. ამ დროს ათენში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. მისი მსხვერპლი მინოსისა და პასიფეას ვაჟი, ანდროგეოსი, მამაცი იყო. ათენში ჩასულმა მეფისწულმა თავისი სახელი გაამართლა და ახლად დაწესებულ პანათენურ დღესასწაულებზე გამართულ ასპარეზობებზე ყველა ვარჯიშში გაიმარჯვა. კრეტელი ჭაბუკის ამ გამარჯვებამ ათენის მეფე ეგეოსის შური გამოიწვია და მისი მოკვლა განიზრახა. ანდროგეოს მარათონის ხარი დააძგერეს და ასე მოუღეს ბოლო. მინოსმა შვილის სიკვდილი მაშინ გაიგო, როდესაც პაროს მსხვერპლს წირავდა ქარიტებს. თავიდან გვირგვინი მოიგლიჯა, მემუსიკეებს უბრძანა შეეწყვიტათ ფლეიტებზე დაკვრა, მაგრამ მსხვერპლ შეწირვის წესი ბოლომდე შეასრულა.
ასეთი მსხვერპლშეწირვა უგვირგვინოდ და უმუსიკოდ შემდგომ ტრადიციად იქცა. მინოსმა კი ათენს ალყა შემოარტყა, დაამარცხა ათენელები და შვილის მკვლელ ქალაქს მძიმე ხარკი დაადო. ყოველ 9 წელიწადში 7 ვაჟი და 7 ქალწული უნდა მიეცათ. კრეტაზე ჩაყვანილებს ლაბირინთის გზას გაუყენებდნენ, სადაც ისინი მინოტავრის, ხარისთავიანი ადამიანის მსხვერპლნი ხდებოდნენ. ეგეოსის ვაჟი თეზევსი პაპასთან იზრდებოდა, როცა ათენში ჩავიდა. მაშინ გაიგო ამ მძიმე ხარკის შესახებ და გადაწყვიტა თავად მოხალისედ გამგზავრებულიყო კრეტას. იქ ჩასულმა თეზევსმა მეფე მინოსის მიერ მოწყობილ ასპარეზობებზე გაიმარჯვა. ჭაბუკი შეუყვარდა მინოსის ასულ არიადნეს. მან ათენელ მეფისწულს დახმარება აღუთქვა, თუ ცოლად შეირთავდა. დედალოსის რჩევით არიედნემ ძაფის გორგალი და მახვილი გადასცა თეზევსს, რომელმაც ძაფი ლაბირინთის შესასვლელში მიამაგრა და ისე შევიდა მის ტალანებში, თავს დაესხა მინოტავრს, მოკლა და ძაფს გამოჰყვა ლაბირინთიდან. თან გამოიყოლა ათენელი გოგო ბიჭები და არიადნეც გაიტაცა. კუნძულ დიაზე ღამის გასათევად შეჩერებულს სიზმრად დიონისე გამოეცხადა და უთხრა: არიედნე ჩემი დანიშნულიაო. ამიტომ თეზევსმა მძინარე ქალი მიატოვა და თავად ათენისაკენ გასწია. არიედნე გახდა დიონისეს ცოლი. ჰეფესტოს საქორწინო საჩუქრად ოქროს სხივმოსილი გვირგვინი გამოუჭედა. არიედნე შემდეგ გადაიქცა ბუნებისა და მცენარეულობის ღვთაებად. მინოსი გაქცეულებს დაედევნა, მაგრამ თეზევსსა და არიედნეს ვერ დაეწია. შემდეგ გამოედევნა დედალოსს, რომელიც გაიქცა სიცილიაში, სადაც მინოსი ღალატით მოკლეს. მითებში მოქმედი ვნებასა და ჟინს აყოლილი ღმერთები და ადამიანები უკვდავნი და მოკვდავნი ხშირად ავლენენ მძვინვარე ხასიათს. როგორც ჩანს, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანები, ხალხები ბევრად დაუნდობელნი იყვნენ ერთმანეთისადმი, ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ. მითი მინოსზე, მინოტავრზე, დედალოსზე, არიადნასა და თეზევსზე ძველის ძველია. მასში თავისებურად აისახა ეგეიდაში ეთნოსთა და კულტურათა წარმოქმნისა და დაღუპვის ეტაპები, ოღონდ მითებში, უფრო სწორად კი მათ გვიანდელ რედაქციებში მკვეთრად გამოჩნდა არა მხოლოდ ადამიანებისა და ხალხების ზნეობრივი მდგომარეობის ობიექტური სურათი, არამედ მითებმა იდეოლოგიური დატვირთვა შეიძინა და სუბიექტურად აისახა ის წარსული, როდესაც კონტინენტურ და კუნძულოვან საბერძნეთში მხოლოდ ბერძნები არ ცხოვრობდნენ. ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ამ ტერიტორიებზე ბერძენთა ჩამოსახლების პროცესი. ან უფრო სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით, ამ ტერიტორიებზე ბერძენთა ჩამოსახლების პროცესი. მაგრამ როდესაც ბერძნები აქ საბოლოოდ დამკვიდრდნენ, მაშინ მითში ნაჩვენებმა წარსულმა გამარჯვებულთა სასურველი სახე მიიღო. ბერძნები ნათელი ფერებით დაიხატნენ, მათი მოწინააღმდეგენი კი უარყოფით პერსონაჟებად იქცნენ. ამის დამოწმებას ვნახულობთ პლუტარქესთან თეზევსის ბიოგრაფიაში, რომელშიც ლაბირინთში ათენელი ყმაწვილების მინოტავრის მიერ შეჭმა არ შეჭმაზეა ლაპარაკი. ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი თქმულების მიხედვით, კრეტაზე წაყვანილ ბავშვებს ლაბირინთში ჭამდა მინოტავრი. სხვა გადმოცემით, ყმაწვილები ლაბირინთში იბნეოდნენ, გამოსავალს ვერ პოულობდნენ და იქ იხოცებოდნენ. მინოტავრი, როგორც ევრიპიდე ამბობს, იყო ჩანასახშივე შერეული სახის ქმნილება, ანუ ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი.
ფილოქორე ამბობს, კრეტელები ასეთ გადმოცემას არ ეთანხმებიანო. ისინი ამტკიცებენ შემდეგს: ლაბირინთი იყო ციხე, რომლის საშინელება მხოლოდ და მხოლოდ ის გახლდათ, რომ იქ ჩამწყდეულს გამოქცევა აღარ შეეძლო. მათი სიტყვით მინოსმა ანდროგეოსის ხსოვნის აღსანიშნავად გიმნასტური ასპარეზობა დააწესა და გამარჯვებულს ჯილდოთ აძლევდა იმ ყმაწვილებს, რომლებიც მანამდე ლაბირინთში იყვნენ გამომწყდეულნი. პირველ ასპარეზობაზე გაიმარჯვა სამეფო კარზე ფრიად გავლენიანმა ერთ-ერთმა სარდალმა, სახელად ტავროსმა, უკეთურმა და მრისხანე კაცმა, რომელიც ათენელ ბავშვებს ქედმაღლურად და შეუბრალებლად ექცეოდა. არისტოტელეც თავის ბეოტიელთა სახელმწიფო მოწყობაში, როგორც ჩანს, არიზიარებდა იმ აზრს, რომ მინოსი ბავშვებს კლავდა. ის ფიქრობს, რომ ყმაწვილები კრეტაზე მონობის უღელს ეწეოდნენ და მონობაშივე ბერდებოდნენ. როგორც ჩანს, მართლაც დიდი უბედურებაა ამ ქალაქის მტრად გადაკიდება, რომელსაც მწარე ენის პატრონი ხალხი ყავს და პოეზიითაცაა განთქმული. ატიკის თეატრებში მინოსს მუდამ ავად იხსენიებდნენ და ლანძღავდნენ. მას ვერ უშველა ვერც ჰესიოდემ იმით, რომ მეფეთა შორის უდიდესი მეფე უწოდა და ვერც ჰომეროსმა, რომელმაც მას ზევსთან მოსაუბრე შეარქვა. ტრაგიკოსებმა ყველას აჯობეს. თეატრის სცენიდან დიდად გაუტეხეს სახელი მინოსს, როგორც მრისხანე და მოძალადე კაცს. პლუტარქეს ნათქვამი გვეხმარება დავინახოთ მინოსისადმი ათენელთა უარყოფითი დამოკიდებულების ჭეშმარიტი მიზეზი. რატომ უნდა მოჰკიდებოდნენ მინოსს მტრად ათენელები და დრამატურგთა დახმარებით გაეტეხათ მისთვის სახელი? ამ კითხვის პასუხი საძებნია შორეულ ისტორიულ წარსულში, როცა ატიკაში უკვე ბერძნები მძლავრობდნენ და მათსა და პროტოქართველურ მინოსურ კრეტას შორის სამხედრო დაპირისპირება იყო. ეს მდგომარეობა მითში აისახა ათენში ანდროგეოსის, ხოლო კრეტაზე მინოტავრის მკვლელობით და ცხადია სიმბოლური დატვირთვაც შეიძინა. თავიდან ანუ კრეტაზე მინოსის მითის შექმნას, მის მიერ პოსეიდონის მოტყუებასა და ოქროსფერი ხარის მსხვერპლად არ შეწირვას, ღმერთის შურისძიებისა და მინოტავრის დაბადებას თავისი მნიშვნელობა ექნებოდა და როგორც ხშირად არის მითებში, ადამიანთა ზნეობრივ პრობლემებს წარმოაჩენდა, მაგრამ ბერძნების ეთნიკური ექსპანსიისა და ათენსა და კრეტას შორის ხანგრძლივი ბრძოლების დაწყების შემდეგ მინოსის მითოლოგიურმა სახემ შეიძინა მტრის ხატის ფუნქცია, რომლის შესახებაც ბერძნული ლიტერატურა თუ რამეს იტყოდა, ეს უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ასევე მოხდა მინოტავრის შემთხვევაშიც. არაბუნებრივი სიყვარულის ამ შედეგმა ხარისთავიანმა კაცმა განსხვავებული სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ბერძნულ მითოლოგიაში. კრეტაზე ხარის კულტი იყო. მინოტავრი ამ კულტისა და კრეტის განსახიერებად იქცა. ბოროტების ხატებად, რომელიც ათენელ გოგო ბიჭებს ჭამდა. როცა დრო გავიდა კრეტაზე ბერძნები დამკვიდრდნენ. მათ უკვე აღარ ესმოდათ მითში გამოხატული იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელობა, ამიტომ აღიქვამდნენ ლაბირინთს ათენელი ტყვეების ციხედ და არისტოტელეც ამის გამო არიზიარებდა მინოსის მიერ ბავშვების დახოცვის ამბავს. იგივე ეთქმის მითში დედალოსის როლისა და ადგილის შესახებ. იმ ფუნქციიდან გამომდინარე, რაც მას აქვს დაკისრებული. ის კრეტასა და ატიკაში მცხოვრებ პროტოქართველთა შემოქმედების დამფუძნებელია, ხელოსნობისა და ხელოვნების პირველდამწყები, გასაოცარი ნიჭის პატრონი, რომელიც თანაბარი ძალით ვლინდებოდა სახვით ხელოვნებაში, არქიტექტურასა და მაგალითად ლაბირინთის აგება, რაც ბევრი მკვლევარისათვის
კნოსოსის სასახლის თავისებურ ანარეკლს წარმოადგენს და ქორეოგრაფიაში გავიხსენოთ, რომ მან შექმნა საფერხულო ცეკვა არიადნესათვის. ეს კი თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ხასიათის ცეკვები უძველესია ცივილიზაციის გარიჟრაჟზე წმენა წარმოდგენებიდან მომდინარე რიტუალიდან ცეკვად ჩამოყალიბდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ დედალოსი შეიძლება ოდესღაც ხელოსნობისა და ხელოვნების უძველესი ღვთაება ან შემოქმედების სიმბოლოდ ქცეული გმირი იყო. თანდათანობით იგი გადაიქცა მოკვდავად, რომლისთვის შური და შიში უცხო არ არის, ხოლო უკვე მითის ბერძნულ ვარიანტში ის არიადნეს და აქედან გამომდინარე თეზევსის მხარდამჭერი და ამრიგად მინოსის მოწინააღმდეგე ხდება. მითის ასეთი ინტერპრეტირება სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რადგან ფაქტია, რომ პროტოქართული კულტურის მატარებელმა პელაზგებმა კონტინენტური და კუნძულოვანი საბერძნეთის ტერიტორიაზე მანამდე არარსებული რელიგიური სისტემა შექმნეს. ამას აღნიშნავს ჰეროდოტე თავის ისტორიაში. ელადაში თითქმის ყველა ღმერთის სახელი ეგვიპტიდანაა შემოსული, რომელს სახელები ბარბაროსთაგან არის გადმოღებული. ეს დანამდვილებით შევიტყვე გამოკითხვის შედეგად, ხოლო მე კი უფრო ის მგონია, რომ სწორედ ეგვიპტიდან ელადაში ეს სახელები გარდა პოსეიდონისა და დიოსკურებისა, რის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე, ჰერას, ჰესტიას, თემიდის, ქარიტების, მერეიდებისა და ყველა სხვა ღმერთების სახელები ეგვიპტელების ქვეყანაში ცნობილი იყო იმთავითვე. მე იმას ვამბობ, რასაც ამბობენ თვით ეგვიპტელები. ღმერთების სახელები, რომლებზედაც ეგვიპტელები ამბობენ, არ ვიცითო, მე ვფიქრობ, დარქმეულია პელაზგების მიერ, გარდა პოსეიდონისა. ამ ღმერთის შესახებ ელინებმა გაიგეს ლიბიელთაგან, რადგან ლიბიელების გარდა არსად ყოფილა პოსეიდონის სახელი გავრცელებული დასაბამიდან. ლიბიელები კი მუდამ პატივს სცემდნენ ამ ღმერთს. გმირებით სრულიად არ სწამთ ეგვიპტელებს. ესეც და ამის გარდა სხვაც, რის შესახებაც ვლაპარაკობ, ელინებს ეგვიპტელთაგან გადმოუღიათ, ხოლო ჰერმესის ქანდაკებათა კეთება გამართული სარცხვინელით ეგვიპტელთაგან კი არ უსწავლიათ, არამედ პელაზგებისაგან და პელაზგთაგან. ელინთა შორის პირველად ათენელებმა გადმოიღეს, ხოლო ამათგან დანარჩენებმა. პელაზგები ათენელების მეზობლები გახდნენ მათსავე ქვეყანაში მაშინ, როდესაც ათენელები უკვე ელინებად იქცნენ. აქედან იყო, რომ დაიწყო პელაზგების ელინებად მიჩნევაც, ხოლო ვისაც კი მიუღია მონაწილეობა კაბირთა მისტერიებში, რომელსაც სამოთრაკიელები ასრულებდნენ და რაც მათ პელაზგებისაგან გადმოიღეს, ის უთუოდ გაიგებს, რასაც მე ვამბობ, რადგან ეს პელაზგები, რომლებიც ათენელების მეზობლები გახდნენ, უწინ სამოთრაკეზე ცხოვრობდნენ და ამათგან გადმოიღეს სამოთრაკელებმა მისტერიები, ხოლო ჰერმესის ქანდაკების კეთება გამართული სარცხვინელით ელინთა შორის პირველად ათენელებმა ისწავლეს პელაზგებისაგან, ხოლო პელაზგები ამის შესახებ რაღაც წმინდა თქმულებებს გადმოსცემენ, რაც ცხადდება ხოლმე სამოთრაკეში მისტერიების დროს. ის, რასაც ჰეროდოტე წერს პელაზგების ცივილიზატორული როლის შესახებ ეგეიდაში, ამას თანამედროვე ენაზე კულტურათა დიალოგის წარმართვა ჰქვია. ამასთან საკმაოდ ინტენსიურის, რადგან მათ არამარტო შეისწავლეს და შეითვისეს ეგვიპტური რელიგია, არამედ გადმოიტანეს ის პელაზგურ რეალობაში და გადაამუშავეს. ამაში მხოლოდ ღმერთებისათვის სახელების შეცვლა არ იგულისხმება. ეგვიპტური ღვთაებები,
რომ პელას გურობდნენ, ჩემი აზრით, ისინი უფრო გაადამიანურდნენ და მობილურები გახდნენ. ისინი ხშირად ტრიალებენ მოკვდავთა შორის, მათთან ერთად იბრძვიან, ზოგჯერ დაიჭრებიან ხოლმე, ხან ამ გზით, ხანაც სხვაგვარად გულშემატკივრობენ ადამიანებს. მათი ქცევა ბევრად განსხვავდება ეგვიპტურ ღვთაებათა ქცევის სტერეოტიპისაგან, ისევე როგორც პელაზგების ცნობიერება განსხვავდება ეგვიპტელთა ცნობიერებისაგან. რამდენადაც კრეტის რელიგიას ვეცნობით, ვრწმუნდებით იმაში, რომ პელაზგთა ეთნიკურმა თავისებურებებმა განსაზღვრა ეგვიპტელი ღმერთების ისეთი ინტერპრეტაცია, ისეთი ჰუმანიზება, რამაც უკვე მოგვიანებით ხელი შეუწყო საბერძნეთში რელიგიისაგან ფილოსოფიის გამოყოფას და მის საერო პროფესიად გადაქცევას. ამან ადამიანების აზროვნება გაათავისუფლა რელიგიური შებოჭილობისაგან და შექმნა სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა, რაც საფუძველი გახლავთ ევროპული ცივილიზაციისა, რისი ფორმირების საქმეშიც პროტოქართველური კულტურის დამსახურება უდავოა. მაგრამ მიუბრუნდეთ იმ ღვთაებას, რომლის შესახებაც ჰეროდოტე წერს, ელინებმა მის შესახებ ლიბიელებისაგან გაიგესო. ლიბიაში ანუ აფრიკაში ორადორი სახელმწიფო იყო, სადაც სხვაოსნობა გახლდათ განვითარებული. შედარებით ნაკლებად ეგვიპტეში და გაცილებით მეტად კართაგენში, ანუ ფინიკიელთა კოლონიაში. აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე რომ დაარსდა, ოღონდ ეს ძველი წელთაღრიცხვით 825 წელს მოხდა. ეგვიპტელებსა და კართაგენელებს ბერძნები კარგად იცნობდნენ და შესაბამისად მათ იცნობდა ჰეროდოტეც. ამ უკანასკნელს ერთი ან მეორე ხალხი რომ ეგულისხმა, ამას დაწერდა კიდეც. ამიტომ საკითხავია, ვინ იყვნენ ის ლიბიელები, ზღვის ღმერთი რომ ჰყავდათ. დავხედოთ ცნობილ მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინებით შექმნილ გია კვაშილავას რუქას და დავინახავთ, რომ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მოგვიანებით კართაგენის სამფლობელოები იყო გადაჭიმული, იქ ფინიკიელთა მოსვლამდე ბევრად ადრე პროტოქართველური ტომები ცხოვრობდნენ. ამავე რუქაზე დატანილია მათი ორი მოზრდილი დასახლება დღევანდელი ლიბიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ცენტრში და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. პროტოქართველური ტომების ასეთი წყვეტილი განსახლება ჩრდილოეთ აფრიკაში, თუ ამას ნილოსის დელტაში ჩასახლებულ პროტოქართველურ ტომებსაც მივუმატებთ, გვაფიქრებინებს, რომ ისინი ხმელეთს არ მიუყვებოდნენ და ზღვით მოგზაურობდნენ. ამასთან სავაჭრო, რელიგიური და კულტურული კავშირები ხმელთაშუა ზღვის აუზში საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათ რწმენა წარმოდგენებში ჩასახულიყოს ზღვის ღმერთის რწმენა და შემდეგ უკვე აქედან ამ კულტს შეეღწიოს ელინიზებულ ეგეიდაში. მაგრამ ჩემი აზრით უფრო სარწმუნოა პოსეიდონის კულტი კრეტაზე ჩასახულიყო, რადგან მინოსის სახელმწიფო ამავე დროს უძლიერესი საზღვაო იმპერია იყო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მისი ფლოტი ბატონობდა. კრეტელები ფლოტის მეშვეობით იმდენად დაცულებად თვლიდნენ თავს, რომ მათ დედაქალაქს, კრონოსს, გალავანიც არ ჰქონია შემოვლებული. დაუჯერებელი ამ ზღვაოსან ხალხს არ ჰქონოდა ზღვის ღმერთის კულტი და ის უდაოდ პოსეიდონი იყო. მას შემდეგ, რაც სანტორინ სტრონგილეს ამოფრქვევათა შედეგად კრეტას ვულკანური ფერფლი, ცუნამები და მიწისძვრები დაატყდა თავს, რამდენიმე წელიწადს რომ გრძელდებოდა და ცხოვრების ნორმალური რიტმი მოშალა, ეს კრეტელების ნაწილს აიძულებდა სხვაგან გადასახლებულიყვნენ და ალბათ ლიბიაში აფარეს თავი. შემდეგ კრეტიდან ლიბიაში ჩასახლებული პროტოქართველებისაგან შეითვისეს პოსეიდონის
თაყვანისცემა ელინებმა.